ევროკავშირის მიგრაციის კომისარმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სეუტის მიგრანტთა კრიზისის შემდეგ სრულ სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს. მისი თქმით, ეს არის ევროპული მდგრადობის გამოცდა. ბრუნერი ჟურნალისტებს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. მათი შეხვედრა მაროკოდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში 24 საათის განმავლობაში 70,000-ზე მეტი მიგრანტის ჩასვლის შემდეგ ჩაინიშნა. Όλο რამდენიმე დღე ჩვენი ევროპული მდგრადობის გამოცდა იყო, ჩვენი გარესაზღვრების უსაფრთხოების გამოცდა. ამ დღეებმა ნათლადად ჩვენა რომ არსებობენ პირები, რომლებიც არ ზრუნავენ უდანაშაულო ადამიანების უსაფრთხოებასა და მათ სიცოცხლეზე. შინაგან საქმეთა მინისტრებმა განიხილეს კრიზისის განმეორების თავიდან აცილების გზები, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობის ქსელებთან ბრძოლის, მიგრანტების დაბრუნებისა და ევროკავშირის საზღვრების გაძლიერების საკითხები. ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა ევრონიუს განუცხადა, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა სურდა იმ პოლიტიკური ზომების განხილვა, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყო ევროპაში ასეთ მოკლე პერიოდში საზღვრის ყველაზე მასშტაბური არალეგალური გადაკვეთის შემთხვევებს. ერთ-ერთი მათგანი იყო მადრიდის იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც დაახლოებით 9 მილიონი არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაციასა და მათთვის ბინადრობის და სამუშაო ნებართვების მინიჭებას ითვალისწინებდა.